ბათუმში პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომელს უცნობი პირები დაესხნენ თავს. ინფორმაციას პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში ავრცელებენ. რაულ თავართქილაძე ამტკიცებს, რომ 26 ივნისს ბათუმის პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომელს პუშკინის ქუჩაზე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ნაცემი სამართალდამცავი სამკურნალოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პარტიის წევრების ინფორმაციით თავდასხმა მოჭიდავეებმა განახორციელეს მათივე თქმით, მოგვიანებით გამოძიებაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჩაერია, რომელმაც აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს დავით თამაზაშვილს სპორტსმენები გაათავისუფლებინა. რაულ თავართქილაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულ რეაგირებას და მუნდირის შეურაცხმყოფელი მოქალაქეების დასჯას თხოვს. სამართალდამცავის სემის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. პრესცენტრის ინფორმაციით გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. ნაცემი იქნა ქალაქ ბათუმის ნომერ მეხუთე განყოფილების პოლიციის თანამშრომელი ილია გოგულაძე, რომელიც სახეზე მიყენებული დაზიანებებით მიყვანილი იქნა საავადმყოფოში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული იქნენ პირები, რომლებიც შემდგომ პოლიციამ გაათავისუფლა. ანუ თამაზაშვილმა პოლიციის სამმართველოს, მთავარი სამმართველოს უფროსმა შინაგან საქმეთა მინისტრის ჭიკაიძის დავალებით გაათავისუფლა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში პოლიციელები აქტიურად დაუცველია და პოლიციის ალახვის ფაქტზე პიროვნებები გარეთ არიან